სამოხმარებლო ფასების შემსწავლელი დროებითი საპარლამენტო კომისია მუშაობას აგრძელებს. საკანონმდებლო ორგანოში დღეს სხვადასხვა სადისტრიბუციო კომპანიების წარმომადგენლებს მოусმენენ. მხარები სასურსათო პროდუქციის ბაზრის სტრუქტურაზე, ფასწარმოქმნის ჯაჭვსა და სექტორის საოპერაციო პროცესებზე იმშელებენ. ოპოზიციის ნაწილი კომისიის მუშაობას სკეპტიკურად უყურებს, ცვლილებების მოლოდინშია მმართველი გუნდი. ამასაც ისინი იყენებენ იმისთვის, რომ მოატყუონ მოსახლეობა, ამიტომ ჩვენ ძალიან აქტიურები ვართ ამ კომისიის ფარგლებში, ზუსტად იმისთვის, რომ ვაჩვენოთ საქართველოს მოსახლეობას ოცნების ტყუილები და გამოვიყვანოთ ისინი იმ მდგომარეობიდან, რომ ვინმეს ჯეროდეს მათი. რეალური პრობლემა ჯერჯერობით რაც იკვეთება არის ის, რომ ბაზარზე არსებობს ისეთი კომპანიები, რომლებსაც ბაზარზე შეუძლიათ თავიანთი პირობების კარნახი. ეს არის მონოპოლიის ჩვეულებრივი შემთხვევა და ასეთ დროს, რა თქმა უნდა, სახელმწიფომ უნდა მიიღოს შესაბამისი ზომები. ეს არის ჩვეულებრივი პრაქტიკა ნებისმიერ საბაზრო ეკონომიკაში და ეს არამც და არამც არ არის ბიზნესის თავისუფლების შეზღუდვა, როგორც ამას წარმოაჩენენ ოპონენტები. როდესაც ხდება ბაზრის ჩავარდნა და აქ სწორედ ბაზრის ჩავარდნას აქვს ადგილი, რა თქმა უნდა, საჭიროა სპეციალური რეგულაციების შემოღება. გადავდივართ მეორე საფეხურზე, რომელიც გახლავთ იმპორტიორი დისტრიბიუტორები, აქაც ორი შეხვედრა გვექნება, შეხვედრებს გავყოფთ ორ ნაწილად, პირველი შეხვედრებით საშუალო ზომის იმპორტიორი დისტრიბიუტორებს და შემდეგი შეხვედრა გვექნება უკვე დიდი ზომის დისტრიბიუტორებთან. ჩვენი მიზანია, რომ სწორად შევისწავლოთ ბიზნეს პროცესები. შეხვედრის ფარგლებში აქაც გვინდა, რომ სწორი იდენტიფიცირება მოახდინოთ პრობლემების და შემდეგ შევიმუშაოთ შესაბამისი მექანიზმები, რომელიც შეგვაძლებინებს, რომ ფასწარმოქმნის ჯაჭვის მეორე რგოლში უფრო ეფექტური გახდეს ბიზნეს ოპერაციები.